მიკროფონი ჩართულია დაიწყო. საღამო მშვიდობის, მე მარიამი ვარ, ჩემთან ერთად კი ვიკა. მოგესალმებით და გეტყვით, რომ დღეს თქვენ ჩვენს ტრადიციულ რუბრიკებთან ერთად იხილავთ ახალ სახეებს. თუმცა მანამდე მარი სანამ გადაცემას განვაგრძობდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ გაზაფხული უკვე მოვიდა და მშვენიერ განწყობაზე ვარ. მარიამ, შენ როგორ განწყობაზე ხარ? ვიკა, მე ძალიან კარგ განწყობაზე ვარ, როდესაც მზეს ხედავ, ძალიან მხიარულდები და აქედან გამომდინარე წელიწადის დროში ჩემთვის გამორჩეულ დრო არის გაზაფხული და ზაფხული. და მგონი ვიკა ჩვენს გადაცემასაც დაეწყო გაზაფხულის მობრძანება. ახლა კი ახალი რუბრიკები, ახალი სახეები, ცოტა მოგვიანებით ნახავთ. ახლა კი ჩვენი პირველი რუბრიკა. ეს კი არის ვიზიტი მარიამთან ერთად და მინდა გითხრათ, რომ დღეს მარიამს განსაკუთრებული და საინტერესო სიურპრიზი აქვს. მე ძალიან მაინტერესებს მარიამ. ეს არის ვიზიტი. მე მარიამი ვარ, გამარჯობა. დღეს ჩემი ვიზიტი შედგება ჩვენი გადაცემის პატარა ჟურნალისტთან ქრისტინა ვარდოსაინძესთან, რომელსაც თქვენ უკვე იცნობთ. მე მინდა დღეს ის სხვა რაკურსით წარმოგიდგინოთ. ქრისტინა ჩვენთან დღეს ხელცარიელი არ მოსულა. საკუთარი შემოქმედებით ძალიან საინტერესო ნახატებით გვესტუმრა. დიახ, მეგობრებო, ქრისტინა მართლაც კარგად ხატავს. სწორედ ამიტომ იყო მისი ნახატები წმინდა სამების ტაძარში გამოფენილი. მოდით ახლა უკვე დაწვრილებით მას ვკითხოთ. ქრისტინა, მოდი გითხარი, როგორ მოხდა შენი ნამუშევრები სამებაში და რითია ეს მნიშვნელოვანი? ჩემმა ხელოვნების პედაგოგმა სვეტა მასწავლებელმა მომცნო კონკურსის შესახებ. ამის შემდეგ სამი ნახატი დავხატეთ ბიბლიურ თემაზე და გავგზავნეთ სამების საკათედრო ტაძარში. ჩემ და სასიხარულოდ გადავედი შემდეგ ტურში. ასე ეტაპობრივად გადავლახე 4 ტური. ამ კონკურსმა მე დიდი გამოცდილება შემმატა და თავდაჯერებულობაც. ძირითადად რა თემებზე ხატავ? მოდი დაგვათვალიერებინე შენი ნამუშევრები. მოგვიყევი თითოეული მათგანის შესახებ. როგორ დახატე ის? მე ძირითადად ნატურმორტს ვხატავ, მაგრამ ამ კონკურსზე მქონდა ყველა ნახატი ბიბლიურ თემაზე. თემები მომდიოდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრიდან და ჩემი წარმოსახვის საშუალებით ვხატავდი. ამ ნახატზე ასახულია ქრისტეს დაბადება. ქრისტე როცა დაიბადა, მასთან მოგვები მივიდნენ თაყვანის საცემად. ამ ნახატზე კი ასახულია ღმერთის მიერ შუაზე გაყოფილი ზღვა. ღმერთმა მოსეს უთხრა, რომ დაეკრა კვერთხი ზღვისთვის. მოსე ასეც მოიქცა, დააკრა კვერთხი ზღვას და ზღვა შუაზე გაიყო. ეს ამ ნახატზე რომ ვთქვათ, ამ ნახატზე არის ასახული ზღვაში სასწაულებრივად გაყოფილი ზღვაში მიმავალი ისრაელები. ამ ნახატზე ასახულია სამყაროს შექმნა. ჩვენმა ღმერთმა ხომ სამყარო შექმნა. აქ ნახატზე ასახული მოსეს მიერ აშენებული კიდობანი. ღმერთმა ნოეს უთხრა, რომ დიდი წყალდიდობა მოხდებოდა. ამის შემდეგ ნოემ დიდი კიდობანი ააშენა, რადგან მასში მხოლოდ თვითონ კი არა, ცხოველები და ფრინველებიც დატეულიყვნენ. აქ არის ასახული ადამი და ევა. გველმა ისინი აცდუნა და ის ვაშლი აჭამა, რომელიც ღმერთმა მათ აუკრძალა. ამ ნახატზე ასახული იონე წინასწარმეტყველის ხილვა კუნძულ პატმოსზე. მან იხილა უზარმაზარი ადამიანი, რომელსაც სპილენძის ფეხები ჰქონდა. ტანსაცმელზე ოქროს სარტყელი შემოერტყა. ხელში 7 ვარსკვლავი ეჭირა და 7 სასანთლის შუაში იდგა. ამ ნახატზე ასახული კაინი და აბელი. აბელმა ღმერთს შესწირა ბატკანი, კაინმა კი ხილი. ღმერთმა არ მიიღო კაინის საჩუქარი. აბელის კი მიიღო. კაინს შეშურდა თავისი ძმის და ის კეტით მოკლა. ამ ნახატზე ასახულია ადამი და ევა. ღმერთმა როგორც კი გაიგო, რომ ადამმა და ევამ ის ხილი შეჭამეს, რომელიც მან აუკრძალა, იმ წუთასვე გამოაძევა სამოთხიდან. ამ ნახატზე ასახულია
მდიდარი და ლაზარე. ლაზარე ძალიან ღარიბი ადამიანი იყო, რომელიც მდიდარი ადამიანის კიბის ქვეშ ცხოვრობდა და იმ ნარჩენებით იკვებებოდა, რომელიც მდიდარი ნაგავში ყიდა. როდესაც ისინი მოკვდნენ, მდიდარი წავიდა ჯოჯოხეთში და ლაზარე კი სამოთხეში. ამ ნახატზე ასახული ადამი და ევას შვილის კაინის მიერ გაშენებული ქალაქი. ამ ნახატზე ასახული სამარიელი ქალისა და იესოს საუბარი. ეს ნახატი მე საკონტროლოდ დავხატე. ვინ გასწავლა ხატვა და რა ასაკში? თუ ყავდა მასწავლებელი და მოდი გითხარი, ძირითადად ბანკაში ხატავ თუ სხვა მასალასაც იყენებ? ხატვა მე მამამ მასწავლა. მას ძალიან უყვარს ხატვა და ბევრი ნამუშევარიც აქვს. ხატავ ძირითადად ფანქრით. მაგრამ გააჩნია კიდევ რისი დახატვა მინდა, შეიძლება აკვარელი ან ფუნჯიც გამოვიყენო. რომელ ფერს ანიჭებ უპირატესობას და რა ადგილი უკავია ხატვას ჩვენს ცხოვრებაში? მე მხიარულ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას. ხატვას ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია. როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, იმ წუთას ვხატავ, რადგან ეს პროცესი ძალიან მომწონს და თან მომშვიდებს. აპირებ თუ არა მომავალში სერიოზულად გააგრძელო მუშაობა ამ მიმართულებით და მოგვიყვევი შენი გეგმების შესახებ? აუცილებლად გავაგრძელებ მომავალში ხატვას, მაგრამ სხვა საქმის პარალელურად. მხოლოდ ხატვით არ დავკავდები, მაგრამ ჩემი მეორე პროფესია აუცილებლად იქნება ხატვასთან კავშირში. წარმატებებს გისურვებ, ქრისტინა. აი ასეთი იყო ჩვენი მეგობარი ქრისტინა, რომელიც მართლაც ნიჭიერი შემოქმედია. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩემი ვიზიტი შედგა ჩვენი გადაცემის პატარა ჟურნალისტთან და პატარა მხატვართან ქრისტინა ვარდოსანიძესთან. მაყურებელს კი 2 კვირით დავემშვიდობები. ნახვამდის. დაბრუნდით ეთერში, მეგობრებო. მინდა გითხრათ, რომ ქრისტინა ასე კარგად და შესანიშნავად თუ ხატო და ნამდვილად არ ვიცოდი და ეს ჩემთვის მართლაც სიურპრიზი იყო. ასევე ჩვენთვის, მარი, მოდი ქრისტინას წარმატებები ვუსურვოთ და არ დაგვავიწყდეს, რომ ის თვით ნასწავლი მხატვარია. ვიკა, ახლა კი ძალიან საინტერესო რუბრიკა უნდა ვნახოთ გიგისთან ერთად. ჩემი თანატოლი, ასე ქვია ამ რუბრიკას და როგორც წინა გადაცემიდან დავაანონსეთ, ჩვენს ნიჭიერ თანატოლებს გაგაცნობთ. ეს არის ჩემი თანატოლი. მე გიგო ვარ. მოგესალმებით. დღეს ჩვენი რუბრიკა გაგაცნობთ ნათია მირველაშვილს, რომელიც გურჯაანის სამუსიკო სკოლის მე-4 კლასში სწავლობს და მან უკვე ამ სფეროში სერიოზულ წარმატებას მიაღწია. მოგესალმები ნათია. მოდი გითხარი, რა წარმატებას მიაღწია და როგორ მოხდი ანტალიაში მე-4 საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც შენ საპატიო ადგილი დაიკავე. მოგესალმებით. როდესაც გავიგე, რომ ანტალიაში შერჩევით, ანტალიაში კონკურსი ჩატარდებოდა, მოხდა შერჩევა, სადაც შერჩეულ ბავშვებს შორის მოხვდი მეც. შემდეგ კი, როდესაც ანტალიაში წავედი, ჩემს კატეგორიაში დავიკავე მეორე ადგილი. ვინ არის შენი პედაგოგები და ვინ დაგეხმარა, რომ ამ წარმატებისათვის მიგეღწია?
ჩემი პედაგოგი არის მაია სეფიაშვილი, რომელიც ძალიან დამეხმარა ამ სფეროში, მაქსიმალურად დამეხმარა, რომ ამეღო მეორე ადგილი. რატომ დაინტერესდი მუსიკის სფეროთი? რას გააკეთებ მომავალში? რას აკეთებ შემდეგ? როდესაც ხედავდი როგორ კარგად უკრავდნენ მუსიკაზე და ხედავდი სხვადასხვა ადამიანების შესრულებას, დამინტერესდი ამ სფეროთი და გადავწყვიტე და მეც ამ სფეროს გავყოლოდი. ნათია, მოდი გვიანბე მე შენს მიერ ჩატარებულ სოლო კონცერტზე. რა მოგცა ამ გამოცდილებამ და კიდევ ხომ არ გეგმავ რომ მუსიკის მოყვარულებს შესთავაზო მსგავსი ღონისძიება? ამ სოლო კონცერტმა პირველ რიგში მომცა გამოცდილება სცენაზე გამოსვლის და ძალიან რის გამოც ამ კონცერტის გამო ძალიან ბევრი ვიმუშავე. მომავალში ვგეგმავ კონკურსზე გასვლას ამ თვის ბოლოს, რომლის სახელწოდებაა მომავლის ვარსკვლავი. წარმატებებს გისურვებ ნათია. მე კი ჩვენს მაყურებლებს შევახსენებ, რომ ეს იყო ჩემი თანატოლი და დღეს მე გაგაცანით ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელი ნათია მინულაშვილი. აქვე მინდა გითხრათ, რომ სამუსიკო სკოლების გაერთიანება კვლავ წარმოგვიდგენს წარმატებულ მოსწავლეებს და ჩვენ შემდეგ გადაცემებში მათ გაგაცნობთ. ახლა კი დაგემშვიდობებით. ნახვამდის. განაგზავნებთ გამოშვებას. ახლა ფერადი ამბების დროა, რომელსაც სპორტის სიახლეები დაასრულებს. საღამო მშვიდობისა. ფერად ამბებს მე და ალექსანდრე გაგაცნობთ. საღამო მშვიდობისა. მშობლებისთვის აქტივობებისა და სავარჯიშოების კრებული გამოიცა, რომელიც შეიცავს კითხვისა და მათემატიკის განვითარების აქტივობას. ეს კრებული დაეხმარება მშობლებს უფრო დაუახლოვდნენ ბავშვებს და ხელი შეუწყონ ბავშვის უნარების განვითარებას. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დასრულდა. სტუდენტები წელიწადს შეძლებენ უფასოდ ისწავლონ გარკვეული მიმართულებებით. მათ დასახმარებლად კი სპეციალური ცნობარი გამოიცა. განათლების სამინისტრომ პროფესიული განათლების მიღების სურვილთა რეგისტრაცია დაასრულა. რეგისტრაციის შემდეგ აპლიკანტებმა ტესტირება უნდა გაიარონ. სკოლებში სპორტული ოლიმპიადა დაიწყო. სასკოლო ოლიმპიადა გუნდები ერთმანეთს 4 სახეობაში შეეჯიბრებიან. შეჯიბრება გაიმართება მხიარულ სტარტებში. ოლიმპიადა ცხეთაში საძეიმოდ დაიწყო და ანაკლიაში მომავლის ბანაკში დაიხურება. კახეთში მოძრაობის უსაფრთხოებაზე საგანმანათლებლო კამპანია გრძელდება. პროექტში ჩართულნი არიან საჯარო სკოლების მოსწავლეებიც. მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაუტარდათ ტრენინგები მოძრაობის უსაფრთხოებაზე. პროექტი 6-თვიანია და აგვისტოში დასრულდება. 2015 წლის აკაკი წერეთლის საიუბილეო წელია. ქართველი პოეტსა და მწერალს 21 ივნის 175 წელი უსრულდება. იუბილეს საქართველოსთან ერთად იუნესკო იზიარებს
რომელმაც 2015 წლის აკაკი წერეთლის წელად გამოაცხადა. აი ასეთი იყო ფერადი ამბები დღეს. ჩვენ 2 კვირის შემდეგ ისე ხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის. ნახვამდის. ეთერშია სპორტის ამბები გიორგისთან ერთად გამარჯობა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტურად ესპანეთი დაამარცხა ანგარში 26-13. ამ გამარჯვებით ქართველი მორაგბეები ევროპის ჩემპიონატზე პირველ ადგილზე იმყოფებიან. ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელი ბაჩანა ხორავა ევროპის საუკეთესო სიგრძეზე მხტომენ მამაკაცების ტოპ 10-ში მოხვდა, ხოლო მსოფლიოს მონაცემებით ის მე-13 ადგილზეა. 2017 წელს 20 ლამდენთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება შეიძლება საქართველოს მიიღოს. და ბოლოს ერთი ინფორმაცია ველოსპორტის მოყვარულთათვის 28 თებერვალს ველომოგზაური ნოდარ ბერიძე გურჯაანში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ ველოტურმა სტარტი 25 თებერვალს თბილისში აიღო და 25 მარტს დასრულდება. ამ დროისათვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. თქვენ უყურებთ მიკროფონი ჩართულიას. მინდა ახლა მიკროფონი გადავცე ნიკას, რომელიც ყველაზე მაგარ რუბრიკას წარმოგვიდგას სახელწოდებით სათამაშოები. გამარჯობათ, მე ნიკა. დღეს მე გიამბობთ იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვებზე კომპიუტერულმა თამაშებმა. გაირკვა, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, რადგან თამაშებმა შეიძლება როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად იმოქმედოს. მოდით ჯერ დადებითი შესახებ ვისაუბროთ. კარგია, რომ კომპიუტერული თამაშები ბავშვებს უცხო ენის შესწავლაში ეხმარება. ეხმარება აგრეთვე როგორ მოიცეს განსხვავებულ სიტუაციაში, ასევე სიმძნელეების გადალახვაში. ახლა რაც შეეხება უარყოფის გავლენას. ბავშვები ხშირად სპორტული თამაშებით არიან გატაცებული. ისინი დამარცხებას ვერ ეგუებიან და ცხოვრებაში ხდებიან აგრესიულები, ეწყობებიან თანატოლებს. ზოგი თამაში კი ბავშვები ხშირად სპორტული ეგოიზმის ძალადობას აჩენს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება უფროსების დახმარება. მათი რჩევები კი იმისთვის, რომ სასიკეთო რამეები ვისწავლოთ. ფაქტი კი ისაა, რომ დღესდღეობით ის ჩემი თანატოლების და თავარი გასართობი და საზრუნავია. დღეისათვის სულ ეს იყო. მე მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის. განვაგრძობთ გამოშვებას და საინტერესოა თუ რა ამბები მოხვდა ფოკუსში, რომელიც მარიამა და ვალერი მოგვიმზადეს. უცნაურ და საინტერესო ამბებს თავად გაგვაცნობენ. ეთერშია საინტერესო ამბები. გამარჯობა. მოგესალმებით. მე ვალერი ვარ. ეს არის ფოკუსი. მე და მარიამი წარმოგიდგენ საინტერესო ამბებს. მეცნიერებმა ანტარქტიდაში აღმოაჩინეს 3 პირამიდა.
პირამიდები ხელოვნური წარმოშობის არიან. 2 მათგანი სანაპიროდან 16 კილომეტრით არის დაშორებული, მესამე კი სანაპიროს ზოლთან მდებარეობს. მეცნიერები გეგმავენ ეს გიგანტები დეტალურად შეისწავლონ. შვედეთში ბინი და ხმამაღლა სიცილის გამო ასახლებენ. ასე დაემართა ერთ მამაკაც, რომელიც ნაქირავე ბინაში ცხოვრობდა. მისი გამოსახლების მიზეზი ის გახლავთ, რომ ის ღამღამობით კომედიებს უყურებდა და ხმამაღლა იცინოდა. მეზობლებსაც ის მოსწონდათ, რომ ის აივნიდან ჯიტებს პურის ნამცეცებს უყრიდა და ხმამაღლა იცინოდა. ექსპერტებმა აღმოაჩინეს ყველაზე იღბლიანი ქალაქი ამერიკაში სან-დიეგოა, რადგან აქ ყველაზე იღბლიანი ამერიკელები ცხოვრობენ და უბედური შემთხვევების შედეგად ნაკლებად იღუპებიან. ყველაზე უიღბლო ქალაქი კი ჩარლსტონი ყოფილა. სომხეთის ტერიტორიაზე გამოქვაბულში უძველესი ფეხსაცმელი აღმოაჩინეს. ფეხსაცმელს წირთასმა აქვს და ინდიელების მოკასინებს მოგვაგონებს. ზედაპირი დამზადებულია ტყავისაგან. ეს უნდა იყოს მამაკაცის მარჯვენა ფეხის ფეხსაცმელი. მისი ასაკი კი დაახლოებით 5500 წელია. რაგბის ფრანგი გულშემატკივრები გინესის რეკორდების წიგნში იმის გამო მოხვდნენ, რომ მორიგი თამაშის დროს ტრადიციული საბრძოლო ცეკვაში ასრულეს. ცეკვაში კი 4000-ზე მეტი გულშემატკივარი მონაწილეობდა, რითაც წინა რეკორდი მოხსნეს. ამერიკელმა ქალბატონმა სპეციალური საიტი შექმნა, სადაც მსურველებს შეუძლიათ, რომ ყოფილი შეყვარებულებისგან მიღებული საჩუქრები გაყიდონ. საიტზე იყიდება სათამაშოები, საქორწინო კაბები და სამკაულიც კი. ასეთი იყო საინტერესო ამბები. ჩვენ ერთმანეთს ორი კვირის შემდეგ შევხვდებით. ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე. დაუბრუნდით ეთერში მეგობრებო, ჩვენ კიდევ რამოდენიმე რუბრიკა უნდა წარმოგიდგინოთ. მოდით ახლა ვნახოთ ზოოპარკში მარისთან და თომასთან ერთად. შეგახსენებთ, რომ მარი და თომა ყველაზე საყვარელი ფრინველებისა და ცხოველების შესახებ მსჯელობენ. ეს არის ზოოპარკში. გამარჯობა, მე თომა ვარ. მოგესალმებით, მე მარი ვარ. მე და თომა წინა გადაცემაში კატების შესახებ გიაბეთ. დღეს გადავწყვიტეთ ეს თემა გავნარცოთ. ოღონდ უფრო საინტერესო კუთხით. როგორ? აი მაგალითად, იცოდით თუ არა, რომ კატებისთვის სპეციალურ მუსიკას წერენ? იგივე რატომ? იმიტომ, რომ მუსიკის მოსმენის შემდეგ ისინი უფრო ალერგიანები ხდებიან. მუსიკა, რომელიც სპეციალურად კატებისთვის შექმნეს, ამ ცხოველების მენაზეა აწყობილი. რითმი კი კატის ფლუტუს გავს. მეცნიერებს სურთ, რომ ისეთი მუსიკა შექმნან, რომ ცხოველებსაც და ადამიანებსაც მოეწონებათ. მუსიკოსები შეეცადნენ მაღალ სიხშირიანი ბგერები არ გამოყენებინათ. იმის გამო, რომ კატები მათ მხოლოდ შიშის დროს გამოსცემენ. მარი მგონი მეცნიერები მართლაც არ შემცდარნან. გაირკვა, რომ როდესაც კატები ამ მუსიკას უსმენენ, ისინი ხშირად მიდიან ადამიანებთან და
ეფერებიან. ამჯერად სულეს იყო ნახვამდის. მომავა შეხვედრამდე. მარიამ, შეიძლება ითქვას, რომ რას აღარ საუბრობენ ჩვენი თანაწამყვანები. ეს მრავალფეროვანი მსჯელობაც ჩვენი პატარა ჟურნალისტების დამსახურებაა. და ჩვენს მრავალფეროვან თემატიკას რამოდენიმე რჩევით ლიკა განაგრძობს. მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე ლიკა ვარ, ჩვენი რუბრიკა ჯანმრთელობას ეხება, რადგან ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერიც არაფერია. დღეს ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ადენოიდები. ადენოიდები არის ლიმფოიდური ქსოვლის გროვა, რომელიც რგოლისებურად არტყია გარშემო წვრილ ხახას. ადენოიდები დამცველობით ფუნქციას ასრულებს და იმუნიტეტს აძლიერებს. ადენოიდების აქტებას ჰქვია ადენოიდიტი. ადენოიდიტი თავარდებია 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები. დაახლოებით 12 წლიდან ადენოიდები იწყებს დაპატარებას და 16-20 წლისათვის ნარჩენებიღა შეინიშნება. ადენოიდიტის დროს შეშუპებული ადენოიდები ახშობს სასმელმილებს, ირღვევა ნორმალური ვენტილაცია, რის გამოც შეიძლება სმენა დაქვეითდეს. როცა ადენოიდები აქვს ბავშვს, ვიზუალურად რომ შევხედოთ სახეზე, პირი ღია აქვს, ქვედა ყბა ჩამოკიდებული აქვს, ზედა საჭრელები წინ აქვს გამოწეული, სასახურავით აქვს გამხდარი, წვრილ ტუჩეს ნაოჭი გასწორებული აქვს. ადენოიდების დროს ტვინს შონკბად ნაკლებად მიეწოდება, რის გამოც ბავშვს ყურადღება ეფანტება. არასწორი სუნთქვის გამო გულკერდი არასწორად ვითარდება. ზოგჯერ საქმე ანემიამდეც მიდის. არ არის განურიცხული ღამე ენურეზისგან ვითარება. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ადენოიდების ამოჭრა არასასურველია. მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ თუ მკურნალობა უშედეგოდ ჩაიარა და მეორე-მესამე ხარისხამდე გაიზარდა ლიმფოიდური ქსოვილი, მაშინ უნდა ამოვაჭრათ ადენოიდები ბავშვს. ადენოიდიტი რომ არ დაგემართოთ, მინდა მოგცეთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევა და ყურადღებით მომისმინეთ. არ ირბინოთ იმდენ ხანს, რომ ოფლი მოგივდეთ და თუ მაინც გაოფლიანდით, არ დალიოთ დაღლილ გულზე ცივი წყალი. მოერიდეთ ვირუსებით დაავადებულ ადამიანებს. და თუ მაინც გადაგედოთ ვირუსი, ჩაიტარეთ საჭირო მკურნალობა. სუფთოს დროს ჩაიწოდეთ ბავშვებისთვის განკუთვნილი პრეპარატები. თუ ღამით გაწუხებთ ხრინვა და პირით სუნთქვა, მიმართეთ ყელყურ ცხვირის ექიმს, ანუ ოტორინოლარინგოლოგს. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ჩემს რჩევებს გაითვალისწინებთ, სულ ჯანმრთელები იქნებით და ადენოიდიტი არასოდეს დაგემართებათ. მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის. ახლა კი მეგობრებო, ჩვენი დისკუსიის დროა და მგონი ახლა სალონში უნდა გადავინაცვლოთ. ახლა კი დრო გავიგოთ თუ რაზე მსჯელობენ ჩვენი სალონის მონაწილეები. მე პირადად ძალიან მაინტერესებს. გამარჯობა, ეს სალონია. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ეს კი იქნება მეგობრობა. მე შევეცდები ჩემი მეგობრების აზრი გავითვალისწინო და ასევე შევეცდები რომ გამოვტეხო ისინი, თუ ისინი ამდენად მეგობრულები არიან. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს თემა ნინო სეროფიანმა მოამზადა.
თათული, რამდენად მეგობრული ხარ? ყავს თუ არა მეგობრები? მე მეგობრული ვარ ნამდვილად, მაგრამ სიმართლე გითხრა არ მიყვარს, როდესაც ბევრი მეგობარის გარემოცვაში ვარ. მირჩენია ცოტა მეგობარი მყავდეს და მათ ვიცნობდე კარგად და თანაც ვარ მეგობრული, თუ იმას ჩემთან მეგობრობა მოენდომება, მეც ნამდვილად არ ვეტყვი უარს მეგობრობაზე. ლიკა, შენ რას ფიქრობ? ჩემთან მეგობრობაზე საუბარი დიდი სიხარულის მომტანია. მე ვარ მეგობრული და მყავს რამოდენიმე მეგობარიც. ჩემი აზრით მეგობარი უნდა იყოს პეტაკის სულის ადამიანი. შენი წარმატება უნდა უხაროდეს, უნდა მიგეჩქარებოდეს, რომ შენი საიდუმლოები განდო. კარგი მეგობარი ხომ სარკეს გავს. გეთანხმებით, ჩემო მეგობრებო, მართლაც ჩვენ მეგობარი ხომ სარკეს გავს. თქმულა, მითხარი ვინ ყავს მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენო. ასევე მეგობარი მეც ძალიან ბევრი მყავს, მაგრამ მეგობრებიდან გამორჩეული მეგობარიც მყავს. მეგობარი ხომ საუკეთესოა. ასევე ჩემი ყოფაქცევით და ცოდნით მე მათ ვინ არჩვნებ. ასევე ძალიან მიყვარს ის ყველა მეგობარი, ვინც მე მყავს. ალბათ მეც ძალიან უყვარვარ და მეგობრული ვარ ჩემი აზრით. თათული, შენ უფროსებთან მეგობრობა გიწევს და რამდენად თენდობი მათ? სიმართლე გითხრა უფროსებთან არ მეგობრობ, ერთადერთი ჩემი მეგობარი არის დედა ჩემი, მაგრამ სიმართლე გითხრა მაინც მიწევს უფროსებთან მეგობრობა, როგორც თქვი, ჩემს მასწავლებლებთან, ან ჩემ ნათესავებთან, რომლებიც ჩემზე ბევრად უფროსები არიან. და რაც შეეხება, მე მყავს ჩემი თანატოლი მეგობრები და ავიცი, მათთან მეგობრობა ჩემ თანატოლ მეგობრებთან უფრო მირჩენია, ვიდრე მირჩენია რომ ჩემს თანატოლებთან ვიმეგობრო. ლიკა, შენ რას ფიქრობ? მე უფროსი მეგობრები ყავს და რამდენად თენდობი მათ? რა თქმა უნდა, უფროსი მეგობრებიც მყავს და იცით როგორ ვიცნობ მათ? ჯერდად იყოს საუბნევი და თუ ვარს მეტყვის, აი ასე მეტყვის ხოლმე. ბოროტ მეგობარისა ყულის ქმელს დრუს და ორკულს ნუ გაიხდი თანავგზავრად, თორემ ბოლოს დაინანებ და ჩაყობა გულში დადად. ასეთებს არც ვანდობი და საერთოდ იცით რას გიჩვენთ? ბოროტ მეგობარს წევიდეთ, ნუ გავლით მის სარესა. გეთანხმებით და მე უფროსებთან მეგობრობა მიწევს ტელევიზიაში, სკოლაში, ჭადრაგზე, მუსიკაზე. მე მათგან ბევრ სიახლეს ვიცენ და ეს ძალიან მიხარია. როგორც წეგან თქვი, მითხარი მეგობარი ვინ ყავს და გეტყვი ვინ ხარ შენო. ასევე პატარებთანაც მეგობრობ, როგორც ჩემ ხელებთან და ჩემზე პატარებთან. თათული, შენ თუ მეგობარი ხედავ რომ შენი მეგობარი ცუდად იქცევა, ამ დროს შენ როგორ ჩევას აძლევ? რამდენად თვითვალისწინებს ის შენ ჩევას? სიმართლე გითხრა ქეთემან, მე ყოველთვის ვცდილობ რომ როდესაც ხედავ რომ ის ცუდად იქცევა, ყოველთვის ვეუბნები რომ ასეთი საქციელი არ შეიძლება და თავის თავს ავნებს ცუდი საქციელი თვე, მაგრამ რამდენად ითვალისწინებენ ჩემს ნათქვამს, ეს უკვე არ ვიცი. ლიკა, შენ რას ფიქრობ, რამდენად ითვალისწინებს შენი მეგობარი შენს ნათქვამს? როცა ჩემი მეგობარი ცუდად იქცევა, მე მწვენია და განაუყურებია რომ რატომ მოიქცე ესე. წყნარად დავალაპარაკები და თუ მაინც არ მითხრა პასუხი, არ გადავეკიდები. სხვა თემაზეც დაუწყებ საუბარს და ცოტა ხნის შემდეგ კიდევ დაუბრუნდები ამ თემას და როცა მეტყვის პასუხს, მე სასარგებლო რჩევებს მივცემ. თუ ჩემი მეგობარი ცუდად მოიქცა, უპირველეს ყოვლისა, ნამდვილ რჩევას ვეტყვი. თუ ის მან არ გაითვალისწინებს ჩემი რჩევა, მაშინ ვეცდები რომ მაინც გავაგებინო. ხელს გაუსმევ იმას, რომ ნამდვილ მეგობარმა უნდა შენი რჩევა ყველა გაითვალისწინოს. გამიხარდება თუ როცა მე ცუდად მოვიქცევი, მან მირჩიოს კარგი რჩევა. თათული, თუ მეგობართან იჩხუბე და შენ ხარ მართალი, შეგიძლია პირველი ნაბიჯი შენ გადადგა? სიმართლე გითხრა, ჩემს მეგობართან ჭუბი არ მომდის. შეიძლება ეს იყოს პატარა წაკამათება, მაგრამ თუ რამძლად ჭუბი მოგვივა, ვეცდები რომ პირველი ნაბიჯი მე გადავდგა. მაგრამ სიმართლე გითხრა, ხან ის გავს პირველი ნაბიჯს და ხან მე. რა თქმა უნდა, თათული, ნამდვილმა მეგობარმა არ უნდა იჭხუბოს და საერთოდ ქართველი ქრისტიანები მიმტევებლები უნდა ვიყოთ. თათული, რას გააკეთებდი მეგობრისთვის შენ? მეგობრისთვის, როდესაც რამე
გასაჭირი ექნებოდა ან რაიმე გაუჭირდება, ვეცდები რომ ის პრობლემები გავიზიარო და შეძლებს დაგვარად დავეხმარო. ლიკა, თუ მეგობართან იჩხუბე და შენ ხარ მართალი. შეგიძლია პირველი ნაბიჯი შენ გადადგა და რას გააკეთებდი მეგობრის გულიზე? როცა მეგობართან ვიჩხუბებ და მე ვარ მართალი, პირველ ნაბიჯი მე გადავდგა თუ დავკარგო მეგობარი, მე უნდა გადავდგა პირველი ნაბიჯი. აი ამაში კი დამეხმარება დიდი ილიას სიტყვები. გებრალებოდეს ნურის ხალ, მეგობარ სრული მდგომსაო, კეთილი ფარადო ფარე შენ საფოროდის მდგომსაო, მადლი საწყაროსას მევდე ცოდვის გუბეში მდგომსაო. აი იცით რა არის ცხოვრება? თქვენ სხვისთვის და ის თქვენთვის. და საერთოდ არჩერ გასომეთ და ერთხელ გაჭერით. გეთახმები ლიკა, როგორც წეღან თქვით, ქრისტიანები უნდა მიმტოებლები ვიყვეთ. ასევე ნამდვილმა მეგობარმა არ უნდა გატკინოს გული და არ ჩვენ უნდა ატკინო გული. ახლა კი ჩვენ დასასრულს მიუახლოვდით. მე გავიგე დღეს რომ თათული და ლიკა ძალიან კარგი მეგობრები იქნებიან. თქვენი აზრით ბავშვებო, მე როგორი მეგობარი ვიქნები? კეთევან, ჩემი აზრით, შენც კარგი მეგობარი იქნები და როდესაც ალბათ მეგობართან წაკამათება მოგდის, ალბათ ყოველთვის ვცდილობ რომ დაეხმარო. მადლობა თათული. ლიკა, შენი აზრით, მე როგორი მეგობარი ვიქნები? შენ მართლაც საუკეთესო მეგობარი იქნები და ამისთვის ძალიან კარგი თვისებები გაქვს. მადლობა დიდი, ჩემო მეგობრებო. მეც ასევე მგონია რომ ძალიან კარგი მეგობრები იქნებით, ხოლო მაყურებლებო, ჩვენ კი დაგემშვიდობებით. კიდევ შეგახსენებთ, რომ ეს თემა ნინო სეროფიანმა მოამზადა. დიდი მადლობა მას, რომ ასეთ საინტერესო თემებს გვიმზადებს. დაგემშვიდობებით, მომავალ ხუთშაბათამდე. ნახვამდის. ამასობაში კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. შეგახსენებთ, რომ თქვენთან ერთად ვიყავით ვიკა და მარიამი. ეს კი იყო მიკროფონი ჩართულია. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის ყურება შეგიძლიათ ინტერნეტით საშუალებით და ასევე მეორე დღეს დილით ეთერში ტელეკომპანია გურჯაანის არხზე. გმადლობთ იმისთვის, რომ ამ ხნის განმავლობაში იყავით ჩვენთან ერთად. გემშვიდობებით მეორე ხუთშაბათამდე. ნახვამდის.